ლევანმა შეძლო შეუძლებელი, მე ასე ვიტყვი, უბრალოდ შესაძლებელი, მაგრამ ძალიან დიდი ხანი დაჭირდებოდა, რომ არა ლევანი, ჩვენ ასე ვერ მივახცევდით ამას. ლევანმა შეძლო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააჯერა, რომ მას წაგებული აქვს 4 ოქტომბერი. და უკვე ხალხს აი მან დააჯერა ბიძინა ივანიშვილი უკვე რომ ბიძინა არის წაგებული და უნდა 4 ოქტომბრიდან უკვე აღარ იქნება. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ერთად ვეცადეთ, მაგრამ მისმა ენერგიამ მისმა გამჭრიახობამ და მისმა რა ვიცი ყველაფერმა ლევანის რომ ეს გააკეთა. ეხლა რაც შეეხება გუშინ და სასამართლოს. გუშინ მე ვიყავი ამ სასამართლოზე და რა უნდა გითხრათ რა. რო ყოფილიყო ამ მოსამართლეს რომ შეძლებოდა რომ სამართლიანად მოქცეულიყო, იქედან უნდა გამოეშვა რა თქმა უნდა. ლევანი, იმიტომ რომ არაფერი. დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, ამას ყველა იურისტი ამბობს. პროკურორი თვალებში ვერ უყურებდა ვერავის და საათ ნახევარი ვიჯექით ჩვენ იქ საათ ნახევარი იყურებოდა ტელეფონში და ამწერდა რაღაცა სამ თამაშობდა რა. აი მივონეთ სოფო ჯაფარიძე მეჯდა გვერდში მე და სოფო ვიდექი და აი პროკურორს უყურებდი. ნუ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული. მე რატო ვარ იცით ბატონებო ასეთ შედარებით კარგ ხასიათზე ვითომ ეხა ლევანი დაჭერა, იმიტომ ლევანი ყავს გმირი, ეს ერთი დავიწყოთ აქ. მეორეც ერთი ლევანმა ითამაშა თვითონ გამოძერწა თავისი თავი self-made man-ია ნამდვილად. განსაკუთრებული როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვართ რა. მე როცა დავიწყე ეს მოძრაობა რუსთაველის გამზირი, მე არ ვიცნობდი აი თითქმის არავის, ვინც ჩემ გვერდშია ახლა. გიორგი ჩახონაშვილიდან დაწყებული, გია ქავთარაძიდან დაწყებული, რა ვიცი, ვიჩევიდან ნუ ვაჟა გაფრიდაშვილს ვიცნობდი მანამდე, კი ბატონო. და აი დანარჩენ არ ვიცნობდით. აქ ხო არაფერი ვარ თქვა მე ლევანზე, რო არ თქვა მურთაზ ზოდელავაზე, რომელიც ახლა ბევრს არ ვიცნობდი საერთოდ. მაგრამ 290 დღე უწყვეტად დადიხართ და გაიცნობდით ბატონ პატა ისეთი კომუნიკაციის უნარები გაქვთ. ხო, ნუ, მაგრამ რა იცით, როცა შეიკრება ის ხალხი, რომელსაც და ეს ჩვენ ბევრნი ვართ, ახლა მე ვარ რამოდენიმე საქმე ჩამოთვალე. როცა შეიკრება ეს ხალხი, რომელიც მართლა უნდა საქართველოში რომ ჩვენი ქვეყანა გადაარჩენოს ამ რუსულ რეჟიმს, რაც ჩვენ უკვე გვაქვს, უკვე აქ რეჟიმია, უკვე აქ არაფერი აღარ არის, აი როცა ადამიანს ესე იჭერენ კრძალავენ დიდი ბედნიერება არის, აი ეს ბედნიერება რომ გამოხარ რუსთაველზე, აი დაძმასავითავთ ყველანი უკვე სახელებით ისნობთ. მეცაც გეტყვით, ხო ნიღბით არიან, არა ნიღბით ცნობთ, უკვე თვალებით ცნობთ ერთმანეთს. და ეს არის ათასობით ადამიანი. თქვენ კოსტიუმში ადამიანის ცნობა არ გაგიჭირდებათ იმ ყველა გამოცდილებად. ძალიან ახლოს ვარ ბატონებო. როდის მოვა 4 ოქტომბერი, ეს ვფიქრობ, რომ 4-ში ჩვენ აუცილებლად ვიმარჯვებთ. ამას წყალი არ გავა. როგორ? რა არის ივანიშვილის დამარცხების მთავარი ბერკეტი? გამოვა ძალიან ბევრი და ვიმარჯვებთ. აი გუშინ ნოდარ მელაძის გადაცემაში უყურე რაღაც 4000, 5000 თუ გინდათ იმას ავარჯიშებენ ჩვენ წინააღმდეგ. გედედე სპეციალისტი. აი ეხლავე ვეტყვი რა. ხელი არ წაგიცდეთ ერთ ბავშვზე. აი არ წადოთ რომ ვინმე ბავშვს რაღაცა დაარტყათ ან არ ვიცი რა მოვათ ამათ. იმიტომ რომ ხალხი არის ძალიან გამწარებული მაგრამ მათ ხო ეს უკვე გააკეთეს მანამდე. ბატონო? მათ ხო ეს უკვე გააკეთეს მანამდე და ხელი არ აკანკალებია. იმიტომ რომ მაშინ არ იყო ამის მოთხოვნა, არ იყო რაც არის ეხლა. ეხლა არის მოთხოვნა. წინა თუ იყო მოგეცით ის საპარლამენტო ახალი არჩევნები, იყო მოგეცით ის გამოუშვით პოლიტპატიმრები, ეხლა არა. ხალხი მოდის ეხლა ეროვნულ კრებაზე, თეა. ეროვნული კრება არის ისეთი რამ, რაც საქართველოში მოგონით დიდი ხანი არ მოხდა, როდის მოხდა მე არ ვიცი, ახლა ისტორიკოსმა თქვა. ეროვნულ კრებაზე ჩვენ უნდა მივცეთ ხმა. მე მგონი ზიად შედარებით პუნქტებს. აი მე გეტყვით. რამოდენიმე საკითხი იქნება, რომელზეც იქნება კენჭისყრა. ხალხი თუ მიცეს ამას კენჭისყრა, ხალხი იღებს ხელში თავის იმას ქვეყნის მმართველობას. და ეს ამის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს არავინ. თუ წავა ამის წინააღმდეგ, სასტიკად იქნება დაჟინებული. ხელისუფლების პასუხი ასეთ აქტივობებზე ყოველთვის არის ის, რომ აი ქუჩაში არის 25000 ადამიანი, მაგრამ დანარჩენი 3,5 მილიონი არის ჩვენი მომხრე. დიახ. ნუ რა უნდა ვთქვათ ახლა? კი ბატონო, მათაც 3 მილიონი ნახევარი. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ჩვენ ვართ საქართველოს, ვინც კი გამოდივართ იქ. ქუჩაში ველოდებით ჩვენ მინიმუმ 200-300 ადამიანს 4 ოქტომბერს. ასეც იქნება ის ხალხი გამოვა, ვინც საერთოდ არ გამოსულა. ისეთი ხალხი ჩამოდის კიდე რაიონები, ეს თბილისზე გეუბნებით. ისეთი ხალხი რაიონები და რომელიც საერთოდ თბილისში არსად. ყველას უნდა ცვლილება და ხალხი ჩამოვა. ეს ხალხი გადაამრავლე თქვენ კიდე 3-4-5 ოჯახის წევრზე, იმაზე, ვინცაც ვერ შეძლო ჩამოსვლა და ეს არის საქართველო, მეტი კი არაფერი არა. შიშის ფაქტორი იქნება ბატონ პატა და რამ უნდა დაამარცხოს ეს შიში მოსახლეობაში? დიახ.
აი ვინც მოდის ჩემს გარშემო, ერთი წვეთი შიში არ აქვს არავის. შიში კონდეთ ოცნებას და აქვს. ლევანის ასეთი დაჭერით, მათ დაამტკიცეს, რომ ძალიან ეშინიათ. იმდენად ეშინიათ, რომ უკვე არიცი არა. ლევანის ჯერა ბიძინა ივანიშვილს აშკარად. ბიძინა ივანიშვილს ლევან ხაბეიშვილის და თქვენის ჯერა აშკარად. ჯერა? დიახ. რომ თქვენ მართლა ხავერდოვნად შეძლებთ მის გადაგდებას. ჩვენ გვინდა ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მშვიდობიანად. აუცილებლად. ჩვენ არ ვიცი, მე მოვდივარ ჩემი შვილიშვილთან ერთად. შვილებს თავი დავანებოთ, შვილებიც ხო იქნებიან თავისთავად. მე აბსოლუტურად ეგ არეულობა არ მინდა. მე მინდა რომ მშვიდობიანად გადმოვიბაროს ხალხმა, მე კი არა, ხალხმა გადმოიბაროს ხელისუფლება. იმიტომ ხალხს მოუწევს თუ რამე წინააღმდეგობას წავაწებით, აი იმითი რაც ვისაც ავარჯიშებენ, იქ ვარჯიში საერთოდ ძალიან კარგია ადამიანის სხეულისთვის და ევარჯიშონ, კი ბატონო. მაგრამ ხელი არ წაუსდე და ხალხის წინააღმდეგ რამე არ გააკეთონ. იმიტომ რომ თავის თავს ვერ აპატიებენ მე რაც მოვა. ხალხის ქუჩაში გამოსვლის შესახებ მინდა გკითხოთ, თქვენ დადიოდით სლამის კარდაკარ რეგიონ და ელაპარაკებოდით მოსახლეობას. აი ამავე ინტერვიუში რამდენიმე წუთის წინ ბრძანეთ, რომ ყველას უნდა ცვლილება. მაგრამ ყველა არ არის ისეთი აქტიური, როგორც თქვენ მაგალითად. ნუ ახლა მაგას ვერ მოთხოვ ყველას. მაგრამ ხალხს უნდა ცვლილება, ყველას უნდა ცვლილება. ნუ ყველას როცა ვიძახი, რა თქმა უნდა, არის ალბათ ერთი 10-ში ერთი ადამიანი, ვისაც ეს მოსწონს. და არის მეორე ადამიანი, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ ვალდებულია რომ თქვას, რომ ეს მოსწონს. 10-ში ორი კაცი, ესე იგი 20% არის ისეთი, რომელიც მართლა 10% ვერ იძახის ვერაფერს და 10% კიდე. და იქაც ზუსტად ეს პროცენტული მაჩვენებელი. აი ეს არის ზუსტად. ბატონ პატა, არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაცია ვნახეთ ჩვენ და თქვენ ამბობთ, რომ ახლა არ არის მოსახლეობის მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ჩანება. ახლა უკვე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა არის. როგორ გიპასუხებთ ხელისუფლება, თუ გიფიქრიათ ამაზე და არსებობს თუ არა ალტერნატიული გეგმა, თქვათ, ერთი არ გამოვიდა და მეორე გამოვა. თეა, მე გეტყოდით, როგორ თქვენ მკითხეთ, როგორ გიპასუხებს ხელისუფლება. მე გეტყვით, რომ ჩვენ დღეს ხელისუფლება არ ყავს. არ არიან ეს არალეგიტიმურები არიან და საერთოდ რას აკეთებენ, არის რაღაც კანონებს იღებენ ახლა. ნუ რა ვიცი, რომელი კანონი ვთქვა, რა სამართლო მიიღეს, ყველა გასაუქმებელია იმავე წუთში როგორც შეიცვალა. ჩვენ ამათ როგორც ხელისუფლებას არ, ამათ ჩვენ უყურებთ როგორც ხუნტას. და ხუნტას რა უნდა მოთხოვოთ? ჩვენ უნდა ხუნტას მოთხოვოთ, რომ დაგვანებით თავი, ხალხს უნდა თავისუფლება, ხალხს უნდა ევროპა, ხალხს უნდა კარგი ცხოვრება და ხალხს უნდა რომ თქვენ დაგვანებოთ თავი და ამიტომაც აი ესეთ სიტუაციაა. და კიდევ ერთი ლევან ხაბეიშვილის დაჭერის წუთიდანვე ჯერ ხო ჯუან შერბურჭულაძე დაიჭირეს და ყველას შეეშალათ თქვენ ეკონათ. ალბათ ბევრი ადამიანი დაგიკავშირდათ. ესეთი კითხვა მაქვს. რატომ გააერთიანეს ლევან ხაბეიშვილის საქმე ბურჭულაძის საქმესთან, ოღონდ ჯუანშერის? და თქვენს ხომარგელით იგივე წავა თუ არა ივანიშვილი ამაზე და როგორი იქნება ამ დროს მსოფლიოს რეაქცია? ეს სცენარი თუ გაქვთ გათვლილი? მე ახლა რო ვიფიქრო იმაზე, რომ ძალიან დაცული ვარ, ნამდვილად არ ვარ დაცული, რა მოხდება არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ფრთხილად ვარ, იმ ხრივ რომ ქუჩაში რამე არ მოხდეს და ისე სხვა, ნუ რა ვიცი რა შეიძლება გამომიყენოს. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ გუშინ როდესაც ვიყავი სასამართლოზე, პარალელურად ჯუან შერბურჭულაძის სასამართლო იყო მეორე ოთახში. აი, იქ იყო და მე პარალელურად იყო ლევანის. ჩვენ რო გამოვიარეთ მე და გიორგი მომლაძემ, გამოვიარეთ გიორგი და მე მოვკარეთ ყური, რომ ისინი იძახდნენ ეს ადგე გაგვიტენდა, რომ ოცნება ჩვენო იმას. ვიღაცები ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ თვითონ იმას გვიშვებიან და მე იქიდან ბურჭულაძეები მოვიდნენ ჩემთან. და გითხეს რომ ნეტად თქვენ გაიმართეთ. არ არიან ჩვენ ნაცავები, სხვა ის იქ რაჭველი ბურჭულაძეები არიან ჩვენ გორ. მაგრამ მოვიდნენ და ბატონო პაატო ნეტამ გაიმარჯვოთო რომ გვეშველოს ყველას. ნუ ესე იგი აი ესეთ სიტუაცია დღეს საქართველოს. ისიც მოყევით რა მანდატურს რო ეუბნებოდნენ რომ გაგვიშვით ახლა ძალიან დიდხანს გვაყურყუტეს სიცხეში, ჩახუთულობაში, სასამართლოს ხდომის დარბაზის წინ და მანდატურს ეუბნებოდნენ ხაბეიშვილის მომხრეები რომ შეგვიშვი და 4 ოქტომბრის მერე კომანდირად დაგნიშნავთო და ისე ეუბნებოდა რომ ავანსი გადამიხადეთ და თქვენს მხარეს დავდგები ეხლავე. ეს იმის ნიშანია, როგორ გააღატაკა ივანიშვილმა ქვეყანა, ყველა სახელმწიფო მოხელე. ისინი მხოლოდ იმიტომ დგანან ახლა მეორე მხარეს, რომ უბრალოდ სამსახური აქვს და ხელფასი. სამსახური აქვს და ეს არის მაგეთია. მაგრამ ერთი რამე აი სანამ მე დაგემშვიდობებით, ვიცი უკვე რომ ალბათ მორჩეთ ჩვენ ინტერვიუ. ბატონებო, ქალბატონებო, შემოხედეთ მე ვიყოთ მედგრად
ჩვენ ვართ მართლები, 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად ვიმარჯვებთ ამაზე. ორი აზრი არ არსებობს, თავარია ვიყოთ ბერმნი, გამოვიდეთ და ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ბოლომდე